მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საინტერესო საუბრები, საინტერესო თემებზე. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ავთანდილ სულაბერიძე, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თემა გასაგებია დემოგრაფიული საკითხები. დიდი მადლობა მოგზაურობისათვის ბატონო ავთანდილ და პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე, ასე ვთქვათ. ამას წინათ გამოქვეყნდა ერთი ესეთი ინფორმაცია, რომ გაერო თუ არ ვწდები 2050 წლისთვის, რომ ქართული 2 მილიონი 800.000 კი, გადაშენების მასზე ვართ სხვა. მომაკვდავერებში შეგვიძლია. მომაკვდავერებში, დიახ. მართლა ესე რა? ნუ რა იცით, მოდი ესე ვთქვათ. იმიტომ ყველა მიცის, რომ უნდა გადავშენოთ. უბედურება აგარ ასეთი ხშირად ძალიან ცუდად მოხდებს. დიახ. და მენტალიტეტი. ჯერ ეს არის 2050 წლამდე 100 წელზეა ლაპარაკი იქ. 2100 წელზეა საუბარი და 2050 წლმა იყო საერთოდ შედარებით ისა, მაგრამ არც ერთი პროგნოზი არ გამართა გაეროს დარჩენილი, იმიტომ რომ დღეს გაეროს მონაცემი თუ და ყოფილიყავ 4 მილიონ 200.000. ვარც 3 მილიონ 600.000, ხო? მაგრამ ძალიან ისეთი გრძელვადიანი პროგნოზები მე მაგალითად პირადად არ უჭერ ხალხს. უფრო მოკლევადიანი და ეფუძნებოდა ეს. ეფუძნებოდა სწორედ იმ არასწორ რაღაცას რაც საქართველოში ხდებოდა. აჰა, გასაგებია. ანუ ოფიციალურ მოდის ვარაკეთებს ისეთ გამოგვლევებს. ჩვენ კიდე გამოგვლევებს შეფასებით იმ ჩვენებლებიდან ვაკეთებთ. იგივე გიაწულაძის და ჩემს ისეთ რა შეესაბამება საზოგადოება მიცის რომ ესე იქნება. და თქვენი სწორედ ეს არის ერთადერთი რომ ჟურნალისტების საქმე რომ ეს გადაუმონ კი ბატონო გაერო დადო მაგრამ ის ვიღაცა მეანგარიშა ასე მათემატიკური მოდელი თქოში მაგრამ მათემატიკური მოდელის გარდა იქ არის სოციოლოგიური გამოკვლევა თვისობრივი მხარის შესწავლა იმას რა ჩვენს გვინდოდა მრავალ ფაქტორული პროგნოზის გაკეთება ეს მრავალ ფაქტორს ვერ გაკეთებთ ბავშვთა ყოვლის მოთხოვნილება როგორია მოსახლეობაში ერთი ბავშვია მოთხოვნილება თუ სამი ბავშვი ოჯახში. ამას ვერ ითვალისწინებთ, ჩვენ ვითვალისწინებთ ბევრ რაღაცას. ძალიან რთული მომენტებია, ხო, ისინი არ აკეთებენ ამ კვლევებს და ჩემგან არ იდებენ ამას. ამიტომ ესეთი პროგნოზები და ჟურნალისტები დაინახონ და აიტაცონ უკაცრავად თქვენთან რაღაც აჟიოტაჟის მაგვარი ინფორმაცია რომ არ იქ ვიღუპებით და რა გვეშველება და მე ხელისუფლებას თავდაესხმეთ აი ეს არ არის თვითონ ამიტომ ჩვენ რეალურად უნდა ვუთხრათ და ეს თქვენი გადაცემები ძალიან კარგია ამ კუთხით რომ მოსახლეობაში დემოგრაფიული განათლება შევიდეს. აი ხა მე გეტყვი თქვენ 450.000 დავჭერთ რუსეთთან შეერთებამდე. 450.000. მაგრამ გადავჭერთ. ხო გადავჭერთ. ასე რომ ჩვენ როდესაც ვიღაცა რომ გადავშენდებით მეთის ხალხოთ ის მე ნაბოძები მიწა გვაქვს ბატონო თიშობის როგორც ვიზარდა და სხვას მეტი არ მოიყვანს ამ მიწაზე ჩვენ ვიქნებით ჩვენ მართალია კავკასიაში დავკარგეთ ეს რაოდენობრივ მოსახლეობის აი 1926 წლისთვის მანამდე ხომედი ვიყავ თელ კავკასიაში ამერიკაში მაშინ ამერიკაში ზიზარდნენ ეხლა სამხრეთ კავკასიაში ძახეთ თუმცა კიდე სხვა ისე ქართველები 600.000 ვასწრებდით აზერბაიჯანს და 1.200.000 სომხებს რიცხობ თელ აი ახლა დღეს ნახეთ უკვე სომხებიც მისრებენ და აზერბაიჯანი 8 მილიონია ასე რომ თუმცა დემოგრაფიული განვითარების სხვა ეტაპზე არიან ჩვენ წინ ვუსწრებთ დემოგრაფიული განვითარებით იმიტომ რომ ბავშვთა ყოვლის მოთხოვნილებიდან და დემოგრაფიული ქსელებიდან მოდის სხვა ქსეობას ასე რომ სომხეთიც გადავიდა და ჩვენ და სხვათა შორის რომ ნახეთ ახლა ეროვნების მიხედვით ჩვენ შობადობის მაჩვენებლები და ბუნებრივი მოძრაობის სომხეთში დებოპულაციაა საქართველოში. მეტი გვდება ვიდრე იბადება. ქართველებში არ აქვს თავისთავად გვერდის ხალხები და აზერბაიჯანში მაღალია, რუსებში გვაქვს ეს. რა თქმა უნდა. ეხლა რომ დავუბრუნდეთ ამ თემას. პროგნოზებს. რაც ისიც აქ აუცილებელია ხდება ასაკობრივი გადანაცვლებათა მეთოდით გაკეთება. ანუ რამდენი ყავს დავუშვათ 5-დან 10-მდე 0-დან 4-მდე ასე და შემდეგ უკვე შობადობის ტემპი როგორია ეს მაგრამ ძალიან ძნელია განსაზღვრება ახლა მაგალითად ჩვენ ვცხოვრობთ შობადობა ასეც არავინ არ არის და საქართველოს შენ გაიზარდა ხო და ამიტომ გაეროს და მოსახლეობის ამერიკის მოსახლეობის
აღწერის ინსტიტუტი, მსოფლიო ბანკი და ესენი აკეთებენ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გადასიჯოს. ეხლა უკვე 2012 წელს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ჯერ არ გვინახე მასალები, თუ გაჩერდნენ რაღაც პრობლემები შეიქმნათ და ჩვენი განგარიშებით ეს ასე არ იქნებოდა. ამას ეხლა ბევრად განსაზღვრავს კიდევ დემოგრაფიულ მომავალს, ასე თუ თქვა, შეიძლება ითქვას, ახალგაზრდობის ხვედრითი წელი. აი მაგი მაინტერესებს ყველაზე ძალიან ბატონო ახალგაზრდობა. თქვენ მოგხსენებათ, რომ ჩვენი ტელევიზია ძირითადად ახალგაზრდობაზე აქცენტირებული. და რა მაინტერესებს იცით ახლა ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი მიდის უცხოეთში. ძალიან დიდია, ძალიან დიდი შეიძლება არ არის, მაგრამ განქორწილებათა მაჩვენებელი. ახალგაზრდული ოჯახებს არ აქვს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პირობები განვითარების და არის უამრავი დაუსაქმებლობა და ათასი პრობლემა, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი ახალგაზრდები არიან. აი ეს ყველაფერი როგორ მოქმედებს დემოგრაფიულ სიტუაციაზე და იქნებ გაგვიანარგზოთ ამ კუთხით არსებული სიტუაცია. მაგრამ იქიდან დავიგო თვითონ ახალგაზრდული ასაკი რომელია თქვათ. აი რა იყო რა ახალგაზრდა ოჯახი. იყო საუბარი ახალგაზრდა კიდე ადრე სტატუსის ამბავზე ველოდი. შეიტანეს რომ ახალგაზრდული ოჯახია 29 წლის 30 წამდე ასაკის მოსახლეობა. ვისაკო? ის ოჯახის წევრები. კარგი მეუთხარი ახლა 29 წლის არის გოგო 31 წლის ვაჟი, აღარ არის ახალგაზრდული ეს. ამიტომ აქ უნდა ვილაპარაკოთ ახალგაზრდულ ოჯახზე. და ასეთი შევთავაზე რომ იყო პირველ 5 წლის მანძილზე შექმნილი ოჯახი. ეს შეიძლება 40 წლისამ მოიყვანოს. დაქორწინდეს და შექმნას ოჯახი, ეს ახალგაზრდული ოჯახია. თვითონ ახალგაზრდული კონტინენტი სხვაა. კი, ახალგაზრდების ის შეიძლება 30-მდე განსაზღვრა და ასე შემდეგ. მაგრამ აი ხო გეუბნებით ეს ცხოვრება მოიტანა ცივილიზაციის ინდონეზიებმა ჩვენ და მით უმეტეს ქართველი ხალხი ყოველთვის მისწრაფებდა განათლებისკენ. ეს დამახასიათებელია ჩვენთვის და ამას პირიქით მე მივესალმები. მაგრამ ერთი ისაა რომ თავის ქვეყანას არ დაუბრუნდეს, მე ამას არ მივესალმები. მე კიდევ რაც მეტი წავა და მეტი მიიღებს განათლებას უცხოეთში, უკეთესი იქნება საქართველოს მომავალი. აი რომ თქვათ ეხლა ილია დაკაკი რომ არ წასულიყვნენ. მაშინ ვინ იქნებოდი ჩვენ საკითხავე ხო? რა კუთხით წავიდეთ. ამიტომ ვიღაცა გამოსდება, ილიას ვერ შევადარება, მაგრამ ისეთი გამოსდება პირველად, რომელიც შემოიტანს ჩვენი ცხოვრება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რაღაც ლიდერივით გახდეს. მაგრამ ეხლა ავიღოთ ზოგადად მთლიანად თელ ახალგაზრდობას დემოკრატიით, მაგრამ აი რაც უფრო განათლებულია, რაც უფრო აი ესეთი დასაქმებულია და რატოა რომ იქ შობა იმოჯახში. ეს ტენდენცია იყო ყოველთვის ხო? ეხლა სარი მართალია, მაგრამ ეხლა რასია საქმეცით ბავშვთა ყოველთვის მოთხოვნა იქ იზრდება. ბევრგან გაიზარდა. ეხლა ეს მასობრივად არ გაზრდილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ეს არის დამოკიდებული ბავშვთა ყოველთვის მოთხოვნა. რამდენი უნდა მას. ამიტომ ჩვენ რამდენჯერმე დავაყენეთ საკითხი. აი ახლა განათლების სამისოზე ოჯახში შევიტანოთ, ისა სკოლაში შევიტანოთ პირველ მეორე კლასში დემოგრაფიული ელემენტების სწავლა. აი კერძოდ რა არის? წერია ხო 2 ვაჟს მივუმატოთ რაღაცა 2 ვაჟი იქნება 4 ვაჟი. დავწეროთ იქ დავუშვათ 2 გოგონას დავუმატოთ 2 ბიჭი იქნება 4 შვილი. ახლა შოთა ნადირაშვილს ვუთხარი ეს და მეგიებო პანამ საპატრიარქოს შეხვედრაზე შოთამ მოიწონეს და ნამდვილად სწორი არის. ახლა რაშია საქმე ბავშვი ჯდება ცნობიერება 4. ან 5. აი რომ ავიღოთ ჯერ კიდე საბავშვო გიას გამოკვლევია, ჩვენი გამოკვლევები ჯერ კიდე 70 წლებში გავაკეთეთ და 80 წლების დასაწყისში. რომ ბავშვებში გამოკითხვა ჩავატარეთ. როგორ ხდება? ანუ რა ხდება? ცნობიერება არა გაუცნობიერებლად ბავშვს მოთხოვნილება აქვს, უყალიბდება ადრეულ ასაკში საბავშვო ბაღში, თოჯინებს რომ თამაშობდა ჩემი ეს უკვე ოჯახობანა. მე იქ 3 შვილი, 4 შვილი ქონდა, ველაპარაკს ზღაპრები მოუყვეთ დაუშვათ, ცხადმა ხერხეულის მაგალითი თქვათ, იქ სხვა მაგალითები მრავალშვილიანობაზე და 7 ძმა და რაღაც ესეთი რომ ეს სამხალხო განათლების პირველი ის უნდა შემდეგ სკოლაში რომ მიდის უკვე ეს ხდება. იმას თანდათან აგრებს ეს გაუცნობიერებლობა, ნელ-ნელა ცნობიერებაში გადადის და სადღაც 14 წელს უყალიბდება ბავშვთა ყოლის რაოდენობა, დაუშვათ 3-4. აი ჩვენ თუ ამას მივახციეთ და შემდეგ თუ იქნა ამ ბავშვთა ყოლის რეალიზაციის პირობები, ის გააჩნდეს. აი ხლა რატომ მოხდა დავშავე მე მეთქვით იმას მეორე და პირველ მეორე ბავშვის პროტოგენული ინტერვალი, დაბადებათა შორის ინტერვალი შემცირდა ჩვენთან.
აი მე-3-სა და მე-4-ს შორის გაიზარდა. და მე-4 და მე-5 შორის კიდევ შემცირდა. ანუ ჩვენთან იყო ბავშვთაყოლის მოთხოვნილება მე-3-ზე. მართალია მასშტაბურად არ იყო, მაგრამ იყო. და აი პატრიარქის მოწოდება მოკლედ აშკარად გამოვიდა. აი ზოგადად ახალგაზრდობაში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი იმ სწავლა განათლებას აუცილებლად. ეხლა აქ დოდავსვათ საკითხი უხეშადოდ როგორ გვიჩვენია 10 კურდღელი გვიჩვენია თუ ერთი ლომი. დაახლოებით ასეთი შედარება შეიძლება უხეშად ვთქვათ, რომ ჩვენ განათლებული გვინდა და ესეთი რაოდენობა, რომ ოპტიმალური მოსახლეობა ყავდეს. ნუ საქართველოში 4 მილიონი მოსახლეობა, 4 მილიონი ახლა ოპტიმალური არის. აქ ოპტიმალური დემოგრაფიული ტევადობიდან გამომდინარე, აქ შედის სოციალ-ეკონომიკური გარემოს პირობები, წარმოებლურობა, მოხმარება და გამოკვება და ყველაფერი ეს ტერიტორიები. ეკოლოგიური გარემო და ყველა ეს უნდა შევიდოთ. ეს დაახლოებით გაგაა 4 მილიონი ნახევარი ჩვენ და ახლა მე მაგალითად ჩემ მეკითხა ჰოლანდია 15 მილიონია, მაგრამ ჩვენ დაბა ტერიტორიაზე ცხოვრობს, ხო? მაგრამ იქ სხვა გარემოა, იქ სხვა ის არის. იქ ფაქტობრივად მიგრანტთა შესაძლებლობა. მე ჰოლანდიის მოსახლეობას დავარქვი აქვია ეგზოტიკური მოსახლეობა, რომ ჩავედი ამსტერდამში და ვნახე იქ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რასის, სხვადასხვა რელიგიური წარმომავლობის და შევხედე ყველაფერი და ეგზოტიკური მოსახლეობა დავარ. ხა ჩვენ ნამდვილად არ მინდა მე საქართველოში ეგზოტიკური მოსახლეობა, მაგრამ აი ეს დემოგრაფიული საფრთხების ერთი მომენტია, რომ შემოსულთა რაოდენობაც ისე ნიველირება მოხდეს, რაღაცა შევზღუდოთ. კანონის შესაბამისად, მით უმეტეს ეხლა ახლო აღმოსავლეთში ასეთი არეულობაა და ტოლილები შეიძლება აქეთ წარმოვიდნენ, მაგრამ ვერტისყალობით არ მოდის, იმიტომ რომ ევროპა უნდა და მაგალ განვითარებად ჩვენთან რაც არის ზოგიერთი მარგებელია. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მარგებელია. აი ამიტომ ახალგაზრდობა ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ განათლებისკენ თავისთავად და ჩაუთოთ სწორედ ბავშვთაყოლის მოთხოვნება ამაღლებისკენ ზრუნა, რომ მას კონდეს 3-4 შვილზე ორიენტირებული და შემდეგ სამსტორო უსხობი. და აი დემოგრაფიული კუთხით თვალსაზრისით რა რეგულირების მექანიზმები უნდა ამოქმედდეს იმისათვის, რომ აი ახალგაზრდობაში შობადობის მაჩვენებლები გაიზარდოს. თუ არის ეს თქვენი კონკრეტული. რა თქმა უნდა, გეტყვით იგივე კონცეფცია რჩევებს თუ არის. კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბავშვთაყოლის მოთხოვნება, შემდეგ საყოფაცუო პირობები, ბინის პრობლემების გადაჭრა. ეხლა თვითონ უხდება ახალგაზრდას ბინის პრობლემების გადაჭრა, დასაქმების პრობლემის გადაჭრა. აი ეს სახელმწიფოს პრობლემებია. იქნებ კრედიტის გაცემა, ახალგაზრდული კრედიტის შემოღება, ახალგაზრდული კოოპერატიული სახლების აშენება, თვითონ იმუშაოს დაუშვათ და მაგრამ აი ეს ამას უნდა ორგანიზება. აი მაგალითად ბავშვი რო იბადება, ჩვენ მქონდა დემოგრაფიულ საზოგადოებაში იდი ასეთი, ბავშვი რომ დაიბადება, სახელმწიფოს დაედო 1000 ლარი. იმის ანგარიში და გამოეტანა 20-მდე, ქორწინებამდე იმას გამოტანის უფლება არ ექნებოდა, ეს რამდენი დაუგროვდებოდა. ამიტომ მეტნაკლებად ეს მზად შეხვდებოდა რა, რაღაცა პრობლემას მაინც გადაჭრიდა ქორწინებისին, ხო? აი ესეთი მეთოდები შეიძლება გავაკეთოთ. ჩვენ ხო გვყავს ბიზნესმენები, ხო გვყავს. მაგრამ თავის დათესავს დაუდო ბატონო, ის 1000 ლარი აჩუქო დაბადებისას 1000 ლარი და გარკვეული 20 წლიანი პერიოდით, რომ იმას მოემატება ხო ბანკში. აი ესეთი მეთოდები არის კიდევ თავისთავად შეხვედრები. აი ახლა ჩვენ დროს იყო მაგალითად ახალგაზრდობის პრობლემა, სად შევხედროდი გოგონას, რომ გამეცნო და რაღაცა კაფეები არისო და კარგად იცოდა რესტორანში კიდე ქალთან შეხვედრა კიდე რაიმე ჩხუბი მოხდებოდა რაღაცა და ახლა არის ამის საშუალება. რომ დაბადისოს, მაგრამ ძვირი უჯდება, ეს მეორე სტუდენტური კაფეები ძვირია, მაგრამ აქ ახლა მე ცოტა საბაზრო ეკონომიკის პირობებისთვის მომზადებლები ვართ კიდევ ფსიქოლოგიურად ნელ-ნელა გადავდივართ ახალგაზრდული პოლიტიკა აუცილებლად უნდა იქნას. არა, ახალგაზრდული პოლიტიკა ცალკე მიმართულება დემოგრაფიულ კონცეფციას. აი მაგას გეუბნები. ცალკე მიმართულება, რომელიც გაკეთებულიც გვაქვს და აქ საუბარი არის სპორტულ, არა მარტო სპორტულზე და გაჯერებაზე, არამედ თვითონ განათლებაზე და დემოგრაფიულ ქორწინების საკითხების სტიმულირებაზე. ქორწინების და მტკიცე ოჯახზე, აქ შეიძლება ქორწინება თქვათ, მაგრამ ეს მეორე დღეს გაცვლიდეს, არა, მტკიცე ოჯახზე გვაქვს საუბარი ახალგაზრდა. ეხლა დღეისათვის რომ ნახე მე განქორწინების მაჩვენებლები ადრე მაღალი იყო 5 წლამდე ქორწინება დაქორწინებულთა რაოდენობა. შემცირდა და გაზრდილი არის 20 წლიდან მეტი ასაკის დაქორწინებულთა რაოდენობა. ხედავთ? 25%-ზე ავიდა. ეხლა აქ აქვს ერთი მომენტი, არა ფიქტიური განქორწინებები, 20 წელი ერთად ცხოვრობენ.
და მე გაკოცებდნენ. ნუ რა ხდება? რა პროცესია? ნუ შეიძლება მართლა სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გამო არის ერთმანეთს უკმაყოფილება, მაგრამ იქ არის 20 წელი ცხოვრობს ერთად ბინის პრობლემა არის გაყოფილი და ასე შემდეგ, ხო? და აი ახალგაზრდებში ეს უფრო მარტივად ხდება. ეხლა აქ არის ერთი მომენტი კიდევ ჩვენთან ეს აუცილებლად დავნიშნო. რეგისტრირებული ქორწინება და არარეგისტრირებული ქორწინება. მოდით ამ თემაზე შემდეგ მოგიწვევთ. კი ბატონო. ეს არის ძალიან საინტერესო თემა და ძალიან მნიშვნელოვანი. ჯურის ენასთან დაკავშირებით. კი ბატონო. მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ესეთი ინსტიტუტი, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს ამ კუთხით, ძალიან საინტერესო შემოები აქვს. მე გვირდებით, რომ ჩვენ დროთა განმავლობაში ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ეს ინფორმაცია თქვენამდე მოვიდეს და თქვენ ამ კუთხით სტიმულირება მოვახდინოთ იგივე სახელმწიფო წრეებისა, საზოგადოების, რომ დაუჯეროთ, მოусმინოთ პროფესიონალებს. დღეს ჩვენი სტუმარი იყო ბატონი ავთანდილ სულაბერიძე, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. ჩვენ გვირდებით, რომ ჩვენ საუბრებს აუცილებლად გავაგრძელებთ. დიდი მადლობა მოგზაურობისათვის, ესეთი საინტერესო საუბრისათვის. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად.